დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ანალიტიკოსი ზაალ ხუტაშვილი. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზაალ, რომ მონახეთ დრო და ჩვენთან მოხვედით და მე ისევ წინა გადაცემაში ვერ მოვასწარი ამ თემაზე საუბარი და ძალიან ჩემთვის მნიშვნელოვანი თემა არის. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია თავისთავად, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თუმცა 60 დღიან, მაგრამ რაღაც ურთიერთგაგებას მიაღწიეს, მაგრამ მე რაღაცნაირად ესეთი ეჭვი მაქვს, რომ შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატები რაღაცნაირად ცდილობდეს კიდეც ირანის გამოყენებას რუსეთის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეს მოვლენა აუცილებლად უნდა განვიხილოთ მიმდინარე გეოპოლიტიკური დაპირისპირების კონტექსტში და განსაკუთრებით იმ მოვლენების ფონზე, რაც მიმდინარეობს უკრაინაში და ეხლა უკვე რუსეთში, უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებით მასირებული თავდასხმის პირობებში, რაც პრინციპში ქმნის იმ ეჭვს, თუმცა რა თქმა უნდა უკრაინა უნდა უწევდეს წინააღმდეგობას აგრესორს, მაგრამ ასევე ქმნის ასეთ ეჭვს, რომ შეიძლება რაღაცა კუთხეში მიმწყდებას ცდილობდნენ პუტინის, იმიტომ რომ მან რაღაცა ტიპის შეცდომები ჩაიდინოს, ან უბრალოდ თავისი უღონობა სრულად გამოაჩინოს და თუ შეიძლება დავიწყოთ იმითი, რატომ გააქტიურდა ესეთი თავდასხმები რუსეთზე, მაშინ როდესაც გასაგებია რომ მარტო უკრაინა არ არის, ხო, ესენი არიან ასევე მოკავშირეები, ევროპელი მოკავშირეები და ევროპა და ჩემი აზრით ამერიკის შეერთებული შტატები კარგი და ცუდი პოლიციელის როლსაც შეიძლება თამაშობდეს აი ამ სქემაში და აი ფონზე როდესაც ირანში თითქოს ლაგდება ირანთან ურთიერთობა და უფრო მწვავდება ვთქვათ ურთიერთობა რუსეთთან თვითონ ბრძოლის ველზე. რა კავშირია ამ ორ მოვლენას შორის და საბოლოო ჯამში რის მიღწევას შეიძლება ცდილობდეს დასავლეთი და არის თუ არა ჩემი ეჭვი მართებული ან საფუძვლიანი, რომ შეიძლება ირანი გამოყენებულ იქნას რუსეთის წინააღმდეგ ამ დაპირისპირებისას. მოგესალმებით ქალბატონო, მადლობა მოწვევისთვის. საინტერესო პროცესები მიდის მსოფლიოში. თუ ყველაზე რბილი შეფასება შეიძლება იყოს ამის და პროლის ყოვლის ახას გაუსმევ იმას, რომ აი ეს საკითხები რაც თქვენ ჩამოთვალეთ და კერძოდ ჩარჩო ხელშეკრულება ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის და პროცესების გააქტიურება რუსეთ-უკრაინის ფრონტზე აბსოლუტურად ესე ვთქვათ სრულ თანხმედრაში ერთმანეთთან და სრულ კორელაციაში ესე ვთქვათ და მაგით რაში ვხედავ ამ კორელაციას. პირველ რიგში რახან ირანით დავიწყეთ კეთილი ირანთან მიმართებაში ჩვენ ვიცით ჩარჩო ხელშეკრულების პირობები ზოგადად და ძირითადი ასპექტი მაინც ალბათ ხაზგასასმელია ის, რომ ირანი პრაქტიკულად აი ამ ჩარჩო ხელშეკრულების ასე ვთქვათ უპირატესი ინტერესის მქონე ქვეყანა და მხარე ირანია, რა თქმა უნდა. ეს არა მარტო ჩემი შეფასება, არამედ მე მგონი ამერიკელი ექსპერტებიც და ანალიტიკოსებიც იგივეს იძახიან, თუ არ ჩავთვლით ერთადერთი ალბათ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ზეიმოს ამ ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერას და ჩვენ ვნახეთ კადრები, სადაც ის ხელის ქნევით, ესე ვთქვათ, ტრიუმფატორის როლში გამოდის. რა თქმა უნდა, ეს გასაგებია, რა მასისთვის არის გათვლილი და რა წრეებისთვის არის გათვლილი. შესაბამისად, რეალური ფაქტები, მოდი გავაანალიზოთ რეალური ფაქტები, რაც არის, ხო? არის თუ არა ბოსი დონალდ ტრამპი, არა? პირველეს ყოვლისა უნდა ითქვას ის, რომ ჩარჩო ხელშეკრულების პირობით ეს ხელშეკრულება არის 60 დღიანი. დაზავების ხელშეკრულება, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ მე მაინც დაზავების ხელშეკრულებას ვეძახი მაგას, იმიტომ რომ პროცესები ისე ჭრილში წარიმართა, როგორც ახლა რუსეთი, უკრაინის შემთხვევაში, ესევე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ომში. თუმცა ესე ცალსახად ამერიკის შეერთებული შტატების უпроსტორათა და ირანის ომსაც ვერ დაარქმევ, იმიტომ რომ ახლა პრინციპში ისრაელი თანაბრძოლიერად იყო ჩართული თუ უფრო მეტადაც არა ამ ომში, ხო? ანუ შეხედეთ პროცესი განვითარდა, ასე ვთქვათ, არაპროგნოზირებადი მიმართულებით, ხო? ერთ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ვლადიმერ პუტინს ეუბნებოდნენ, რომ 3 დღეში, 5 დღეში თქვენ გახსოვთ რუსი ანალიტიკოსების და ბლოგერების და პროპაგანდისტების პოზიცია, რომ 3 დღეში უკრაინას კიევს ავიღებ და ამ შემდეგ, ეს ნარატივები ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს და დაახლოებით იგივე სადაზვერვო ინფორმაციას ღებულობდა დარწმუნებული ვარ, აწვდიდნენ პირობითად ახლა იგივე შეიძლება 3 დღეში აღებას, რა თქმა უნდა, ეს აბსურდი იყო სრულიად ირანის, მაგრამ წინარე პროცესები რაც წინ უსწრებდა ირან-ამერიკის ესე ვთქვათ ამ ხანმოკლე თუ ხანგრძლივ ომს, ეს იყო ის, რომ გამოსვლებები იყო ირანში ძალიან სერიოზული, დაკავებულები, გარდაცვლილები, დაპატიმრებულები
და ეს იყო რაღაცნაირი ლეიტმოტივი, ანუ ფონი იყო იმისთვის, რაც შემდგომში რა პროცესებიც განვითარდა. ანუ ამერიკა, ესე ვთქვათ, ტრამპის ცნობილი განცხადება იყო, რომ ალბათ თქვენი ცით ბიჭებო, აგერ ვარ, დასწრეთ მაგათ ბიჭებო და მოვდივართ, აგერ გზაში ვართო რა, ხო გახსოვთ ეს განცხადება ცნობილი. ეს ყველაფერი რაღაცნაირად ამ ყველაფერმა ამ ლეიტმოტივმა შექმნა ის პოზიცია და ის, ესე ვთქვათ, პოლიტიკური ტრენდი ამერიკაში, რომ თან, ესე ვთქვათ, ვენესუელის პროცესებით ხორჩესხმული თუ ფრთაშესხმული ტრამპი და ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატები რაც მოხდა და ეს პროცესები დღემდე მოვიდა, ხო? ეს არის მოცემულობა, რა მოცემულობაზეც ახლა ჩვენ ანალიზს ვაკეთებთ ამ ყველაფრის. მოხდა ის, რომ ასეთ რუსული გამოთქმა ნიტუტა ბილა, ხო? მოხდა ეს, შესაბამისად ახლა ტრამპის თავისი პოლიტიკური და უშუალოდ რენომეს შესანარჩუნებლად მას ჭირდება მორიგი გამარჯვება. ეხლა დამარცხების გამარჯვებად, ესე ვთქვათ, ხო, გასაღება, გამოჩენა თუ ვიღაცისთვის ამსაკვების საკენკის ჩაგდება, ეს არ ახალია, ჩვენ ვიცით ძველი ეგვიპტიდან, რამზეს მეორე ცნობილი ლაშქრობა ხეთის ქვეყანაში, ხო. ამიტომ ეს არაფერი ახალი ამაში არ არის, ხამას პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები ზოგადად ძალიან მშვიდად და ძალიან მარტივად და ყოველგვარი ზედმეტი ემოციების გარეშე აღიქმამენ, უყურებენ, აკვირდებიან და იქ რეალურად რა პროცესებიც მიდის ეს 60 დღიანი მარტივად რო ვთქვათ ესე რა პერიოდი ჩემი აზრით რასაკვირველია ეს არის ვთქვათ ქართული სიტყვებით რო ვთქვათ სულის მოთქმის გურულად უბრალოდ თუმცა კი ხომ მოითქვეს სული რაკეტები რო შემოელიათ ხო და ამიტომ ეს რაღაცა სულის მოთქმის პერიოდია თან კარგად გაანალიზების პროცესია ხო ეხა იქაც მიდის ზეწოლა საკუთარ დაზვერებზე როგორც ეხა რუსეთში იგივე რა მოხდა ხო პირველივე დღეებიდან ნარიშკინი პატარა ბავშვები ყავდა დაყენებული და კი გახსოვთ ეხა ის რომ ხო რა დღეში ყავდა ჩაგდებული ეს ადამიანი რა და დაახლოებით ეხა მაგას ამერიკის შეერთებული შტატების შიგ და სადაზვერო ესე თქვა კომიუნიტიში რა ხდება მაგას ეხა ეს სააშკაროზე არავინ არ გამოიტანს და დარწმუნებული იყავით რომ ეგეთ დღეში ამერიკის ეხა დულცი გაბარს და სხვა არავინ არ დააყენებს ეგეთ პროცესში მით უმეტეს რომ იქ გაცილებით დივერსიფიცირებულია სადაზვერო სამსახურები მოგიხსენებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში მაგრამ პროცესი ზოგადად მიდის იმ შიდა ესე ვთქვათ კონექტორულ ამბავში მიდის იმისკენ რომ ამერიკაშიც მიდის ძალიან სერიოზული გადახედვა აი ამ ესე ვთქვათ ღია თუ დახურული თუ ყველა წყაროებით მიღებული ინფორმაციების მათ შორის ირანიდან რომ ეს ინფორმაციები რა არ დაემთხვა იმ მოლოდინებს რა პოლიტიკური მოლოდინებიც იყო ხალხი ეს ანალიტიკური ცენტრების სისუსტეა თუ შეიძლება განზრახ შეიყვანეს შეცდომაში როგორც რუსეთი ანუ იქაც რაღაც კორუფცია როგორც რუსეთის შემთხვევაში არსებობს ეჭვი კეთყვით რა არის მე არაერთხელ ნიშნავს და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო რომ ამერიკაში მოქმედებს დაახლოებით 18-მდე სადაზვერვო სამსახური ხო? ხა ცნობილი CIA, FBI და უშუალოდ NSA და ასე შემდეგ მაგათ გარდა კიდევ 18-მდე სადაზვერვო სამსახურია რომელთა ვთქვათ სრული ბიუჯეტირება დაახლოებით 100 მილიარდ ესა ხო დოლარამდე არის აღწევს ხო? ეს ხა პატარა თანხა არ არის და ამით თანხმებით ხო ხა ამხელა თანხის ვთქვათ შიდა კონსოლიდირებული ათვისება საკმაოდ ესეთი აგენტურაც ფართო ქსელი უნდა ქონდეთ ხო ეს ხო აგენტურისთვის ანაზღაურებასაც გულისხმობს ხო გამომდინარე აქედან ჩვენ როცა გარდა სადაზვერვო სამსახურების არის ანალიტიკური ცენტრები რომლებიც ასევე საკმაოდ შიდა კოორდინაციული მუშაობა მიდის მათ შორის ინფორმაციების გაცვლა გამოცვლა არის პოლიტიკური ინსტიტუტები ანალიტიკური ინსტიტუტები ძალიან დიდი ესე ვთქვათ მანქანა მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვისაც ქონია ამასთან შეხება ზოგადად ინფორმაციულად ან უშუალოდ სხვა გზებით იცის რომ აი ძალიან დიდი მასშტაბის ინფორმაციების გადამუშავება ანალიზი ხდება და განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან სათითაოდ და ცალ-ცალკე არავის არ ჩამოვთვლი არის ანუ როგორ გითხრათ მარტივად რო ვთქვათ ხარისხი თვითონ ინფორმაციის დამუშავების და ამ ინფორმაციის ქმედით უნარიანობის არის აი ვრაზი ბოლში და რატომ მაშინ ასეთი ჩავარდნა ბევრი აი თქვენ თვითონ გითხეთ ხო ვისი ჩავარდნა ხა სათითაოდ ესე ვთქვათ ყველა ანუ დამნაშავის ძიება ეხა რეალურად პროცესებს არ შეცვლის მაგრამ საერთო ჯამში რამდენიმე ინსტიტუტს არ უნდა იმუშაოს ქვეყანაში ანალიტიკური ინსტიტუტი ხმხედველობაში და პოლიტიკური ცენტრი თუ ინსტიტუტი მნიშვნელობა მაგას არ აქვს საბოლოო ჯამში აღმასრულებელი ხელისუფლების ის შტო რომელსაც კონკრეტულად
ვთქვათ, ევალება ამ ინფორმაციის კონსოლიდირება და პრეზიდენტთან მიწოდება და ამის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება, მაინც იქ მიდის, რა საბოლოოდ იქ აკაკუნებენ, როგორც წესი, ხო? ფაქტია, ჩვეულებრივი მოვლენა. გამომდინარე აქედან აი ეს შიდა, ესე ვთქვათ, უთანხმოებები რაც არის და ესე ვთქვათ, ის იმპერატიული ტონები, რაც შიგნით ისმის, ახლა ჩვენ ბევრი ესე ვთქვათ, საინფორმაციო წყაროებაში და ამერიკული საიშიდა, როგორ, ღია წყაროებზე მაქვს ლაპარაკი. სადაც ეს კარგად გამოშჭვის და ჩანს ეს ფაქტია და ცხადია. ეხლა რაც შეეხება ამ ჩარჩო ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი და საინტერესო, ასე ვთქვათ, პუნქტი არის 300 მილიარდიანი ჩვეულებრივი რეპარაცია რა. ხო? ეხლა ვინ რაც არ უნდა დაარქვას მაგას რაღაცა შიდა ფონდები, სხვადასხვანაირი სახელები დაარქვეს. ანუ აი ეს რეპარაცია რეალურად, ანუ mitigation შეარბილეს ეს რეპარაციის მცნება თვითონ და არქვეს რომ შიდა ფონდებიდან მოხდება ირანის ინფრასტრუქტურული თუ სხვა ხო ამის აღდგენა და მოხდა ამ საკვების ესე ჩაგდება. მე მინდა გავიხსენო ბატონ ზალთუნებას დამთავრდით, ეს არ არის ახალი და უჩვეულო ამერიკის შეერთებული შტატები, იქ სხვა სიტუაცია იყო, მაგრამ კოლინ პაუელი რო ჩავიდა თურქეთში აირაყის კამპანიის დაწყვეტა და ქეში ფული ჩაიტანა. აფერი მაგაში ჩვეულებრივი მოვლენა. და ყველაზე საინტერესო ის არის რომ ეხლა სხვადასხვა გამოცემებს როცა უყურებ, პრინციპში ამ რეპარაციის სიმძიმე მაინც ამერიკის შეერთებული შტატები თავის, ესე ვთქვათ, მოკავშირეებს ადევს კისერზე რა ამ ძიმე, ესე ვთქვათ, შტანგას, ესე ვთქვათ, ამ ფინანსურ, ხო? ამიტომ რეალურად რა ამერიკელებმა დღეის მდგომარეობით, ესე ვთქვათ რა, იძახიან რომ ირანისთვის სასარგებლო იყო ეს და მე ნაწილობრივ ეთანხმები რომ მთლიანობაში აქ ყველაზე დიდი, ესე ვთქვათ, უპირატესობა და ბენეფიციარი ამ შემთხვევაში ირანია, მაგრამ ამერიკამ თავის ბენეფიტები მიიღო. ამ ბენეფიტებს ალბათ დრო უფრო კარგად აჩვენებს ვიდრე დღევანდელობა. და ის უფრო ალბათ მეტია ვიდრე 300 მილიარდი, რომელიც თავის ჯიბიდან არ გაუღია. რასაკვირველია რა. ეხლა ფინანსური ტერმინოლოგიით რომ ესე ვთქვათ შევხედოთ ამას ყველაფერს. აქ არის მარტივი რამ, აქ არის შემოსავლები და აქ არის ხარჯები, ხო? და მაგათ შორის არის მოგება, ხო? აი მოგება რაც არის, აი ეს ვთქვათ net profit-ი დავარქვა და აი ეს net profit-ი თუ margin-ი, აი margin-ს ამერიკის შეერთებული შტატები სად იღებს, აი კიდე ცალკე საკითხავია და ალბათ ცალკე გადაცემის ეს არის, რა ქვია, საგანია რა. იმიტომ რომ დარწმუნებული იყავით რომ საკმაოდ მაღალია ეს მარჟები, თქვათ პოლიტიკური მარჟები, რასაკვირველი ამას გულისხმობ. შედეგებით, დღევანდელი შედეგებით, ალბათ მე ვფიქრობ რომ ისრაელი საკმაოდ უკმაყოფილოა ამ შედეგებით და იმედს იტოვებს რომ ეს 60 დღიანი, ასე ვთქვათ, ამოსუნთქვის რეჟიმი კიდე გაგრძელდება სხვა მისთვის სასარგებლო საომარი მოქმედებებით, ანუ რასაკვირველია ხა იქ, იმიტომ რომ ამ ჩარჩო ხელშეკრულება არ არის ძალიან დიდი და ამ ჩარჩო ხელშეკრულებაში ყველას ინტერესები კარგად ჩანს მეტნაკლებად, გარდა ისრაელის, სად არის ისრაელის ინტერესი აქ სიმართლე გითხრა ვერც კი ხვდები, იმიტომ რომ მათი პოლიტიკური, ვთქვათ, სტატუსი დღეის მდგომარეობით ახლო აღმოსავლეთში ძალიან შემცირებულია, ის როგორც ძალა, ანუ დამცავი ფარი და უშუალოდ ვიღაცეებისთვის იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ჩვენ ვიცით, ბაჰრეინი, კატარი და ასე შემდეგ, საუდის არაბეთი მათ შორის, ისინი ხო განიხილავდნენ ისრაელს და ზოგადად ამერიკის შეერთებულ შტატებს როგორც თავის ფარს, არა? ამისთვის ეს არ იყო უბრალოდ და უშუალოდ რაღაცა კოლექტიური, რაღაც სამხედრო ტიპის ურთიერთმოლაპარაკების საგანი. ამას ჩვეულებრივად უზარმაზარი თანხები მიდიოდა მაგათი ბიუჯეტიდან, ის პრეფერენციული ფასები, ის პირველადი დათქმიდი ფასები, რითაც საუდის არაბეთი, ყატარის, ანუ ეს LPG-ს, ანუ თხევად გაზს აწვდის ამ ქვეყნებს, დიდ ქვეყნებზე მაგ ლაპარაკი, ეს ხო თავიდანვე დათქმით ესე იყო და ესე უნდა ყოფილიყო. რეალობა მაჩვენა ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კი ვხედავთ რა, რაც როგორ მოხდა და ეხლა იქ შიდა განხილვებია თვითონ ახლო აღმოსავლეთში, ეს ქვეყნები ალბათ ესე ვთქვათ გადაჯგუფებას გააკეთებენ სავარაუდოდ უახლოეს ხანებში, უკვე აკეთებენ პრინციპში.
და ეს 60 დღიანი პერიოდი ალბათ მოხმარდება ბევრი რაღაცეების გადაანალიზებას. ჩემი ესე ვთქვათ პოზიცია ესეთია, მაგრამ ეხა ირანის კანში შემძვრალი, ხო, აი მარტივად რო ვთქვათ ესე, ირანი მაინც ირანის პოზიციები მე ვფიქრობ, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში ძალიან მყიფეა. და ირანმა უნდა იფიქროს ამაზე და მე მგონია რომ ეს არ არის და დარწმუნებული ვარ ალბათ ირანში თქვებიან ამას და ეს ერთგვარი მართლაც ამოსუნთქვის პერიოდია ირანისთვის. ბევრი რაღაცეები გადასააზრებელი იქნება თვითონ ირანშიც რა დარწმუნებული იყავით ამაში. ხო, რაც შეეხება ეხა თვითონ აი რუსეთის წინააღმდეგ გამოყენება შეიძლება გამოიყენოს მოკავშირედ, ირიბ მოკავშირედ შეიძლება იყოს გამოყენებელი უბრალოდ რა არის ხა ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმასთან დაკავშირებით, რომ ტრამპს ზოგადად როგორც მყარ, ესე ვთქვათ, საიმედო პოლიტიკურ მოკავშირეს არც ერთი ქვეყანა არ აღიქვამს. პიროვნებაზე მაქვს ხა ამ შემთხვევაში ლაპარაკი. ამერიკის შეერთებული შტატები კიდე ცალკე ფენომენია ზოგადად რა. გამომდინარე იქიდან ირანისთვის ჩემი პირადი მოსაზრებით უდიდესი შეცდომა იქნება ხანგრძლივ პერსპექტივაში, რომ რა თქმა უნდა იმიტომ რომ ჯერ უბრალოდ ყველაფერს დავიგებ პოლიტიკური მორალის საკითხიც არის რა. ერთგვარად რომ ეხა ირანი რატომღაც გამოვიდეს პოლიტიკური მოკავშირე, სამხედრო მოკავშირე, თუნდაც ირიბად რუსეთის წინააღმდეგ. ეს ჩემი პირადი მოსაზრებების იქეთაა უკვე ყველაფერი რა, ასაც ხა მეგეუბნებით. ხო, ამიტომ შევხედოთ პროცესები როგორ წარიმართება დღეს მდგომარეობით, აი ეს ძირითადი ელემენტები რაც ეხა აღნიშნეთ, ეს 300 მილიარდიანი დაუშვათ იმპლანტი, ფინანსური იმპლანტი ირანის ეკონომიკაში, ინიექცია, ხო, ეს მნიშვნელოვანია ირანისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ირანის ბიუჯეტი ალბათ მოგეხსენებათ, ცოტათი ოდნავ მეტია მაგთან ხაზე, ამიტომ ეს წლიური ბიუჯეტზე მოკლაპარაკე. თუმცა ის რა გვენ გრევები გაცილებით მეტია და სამწუხაროდ რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა შევწყდოთ გადაცემა, ჩვენ მალე დავბრუნდებით და ველოდეთ. ჩვენ ბრუნდებით ეთერში განვაგრძობთ საუბარს ჩვენ სტუმართან, ანალიტიკოსთან, ზაალ ხუდაშვილთან ერთად და ძალიან საინტერესო თემას მინდა შევეხოთ ჩემი აზრით. ზანგეზურის დერეფანი, ანუ ტრამპის გზა თუ ტრამპის პროექტი, როგორ გამოიყურება და რა პერსპექტივა ჩანს ირანთან თუნდაც ორთვიანი დაზავების ან დროებითი, ასე ვთქვათ, მშვიდობის ფონზე. საინტერესო შეკითხვა. სხვადასხვა ზანგეზურთან დაკავშირებით ალბათ ერთი 3 თვის უკან პირველად რომ დაიწყო გაჟღერება ზანგეზურის საკითხმა. მაშინაც ქონდა ამ თემასთან დაკავშირებით ასე ვთქვათ პოლიტიკური ხედვები, ახაც დიდი აცდენა მაგას შორის არ არის და მინდა გავამეორო ერთი რამ, რომ მოდი ზანგეზურის ესე ვთქვათ აი ამ გზას სხვადასხვა კუთხიდან მინდა რომ შეგახედოთ და შევახედოთ თქვენს მაყურებელს. პირველი ეს არის დასავლეთისთვის, ანუ აქ ამ შემთხვევაში ლაპარაკია ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები, მნიშვნელობა არ აქვს, ანუ დასავლეთი, კოლექტიური დასავლეთი მხედველობაში ამათი კუთხე. ამათი ესე ვთქვათ რაკურსი, მოდი ესე დავარქვათ, საქართველოს რაკურსი ცალკე, ანუ ჩვენი ინტერესი რა არის და ახლა ბუნებრივი აზერბაიჯანი და მთელი ეს გზა და ირანი, ხო? აი 4 ძირითადი მხარეა აქ, თუ არ ჩავთვლით თურქეთს, იმიტომ რომ თურქეთიც გავიყვანე ამ შემთხვევაში დასავლეთის მიმართულებაზე. ეხლა შევხედოთ ამ ესე ვთქვათ გზის მშენებლობის თუ დავუშვათ დაგეგმარების, განხილვის planning, ხო, პროცესში სადაც კი არ მოვიძიე ინფორმაცია, სადაც კი არ ვცდილობ რომ გავიგო, რომ აი ვერ გავიგე რა ჯდება ბოლოს და ბოლოს ეს პროექტი. ანუ და რა ისაქვს ალბათ გატარება შეუძლია, წარმადობა თუ როგორ შეიძლება პროექტზე მუშაობა და მე არაერთხელ ყოფილვარ დიდ პროექტებში ჩართული და ვიცი რაზეც საუბრობ, ხო? ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესი არის პროექტის ესე ვთქვათ ფინანსური feasibility-ის დათვლა, რენტაბელობის დათვლა, ქართულად გარკვევით რომ იყოს გასაგები რა. ამ პროექტის რენტაბელობაზე როცა ხმამგებიანობის დათვლაზე როცა საუბარი არის, გასაგებია რომ ის შეიძლება ალტერნატივად გამოიყენოს ვიღაცამ საქართველოს გზის უშუალოდ თან დაკავშირებით, მაგრამ აქ ისახება უამრავი არა მარტო გეოგრაფიული თუ ლანდშაფტური პრობლემები, არამედ პოლიტიკური სირთულეებიც. როგორ უყურებს ამას ჩვენ გეოგრაფია ვიცით ხო, ამ ზანგეზურის გზის, რომელიც პირდაპირ მიბჯენილია მდინარე არაქსზე და იქეთ უკვე ირანია. და იქ შუაში დგანა რუსეთის ჯარები. ანუ იმდენად რთული გეოპოლიტიკური გზა არის ეს გზა თვითონ, რომ აი ხო გეუბნებით, ვერც ერთ ეტაპზე ვერ გავარკვევი, ვერც ხარჯთაღრიცხვა ამის, ვერც რაღაცა მიახლოებით, ანუ როგორი აცდენა
მოიხსენებია, იცით, ალბათ გაგიკვირდება. ერთი ვიღაცა ტიპი იძახის, რომ 4 მილიარდი ჯდება ეს პროექტი. მეორე იძახის, რომ 12 მილიარდი ჯდება ეს პროექტი. ანუ ეს როგორი აცდენა, ხო, ეხლა ერთი ჩვენი საერთო მეგობარია, ბატონი ისაკი იყო, აღარ არის ცოცხალი, ის ამბობდა, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე მქონდა, ესე ვთქვათ, რაღაც თანხებთან დაკავშირებით, ხარჯ-დაგრისხვასთან დაკავშირებით და რო უკითხეო რა ჯდება, მითხრეს, რომ 8 თუ 9 მილიარდია. მე ვთხარიო, რომ საერთოდ არ ვიცი ეგ ციფრები როგორი წერება, უბრალოდ ერთი ვიცი, რომ ამ ორ ციფრს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, რა. ხო, და ეს სულ ესე ხო, ეს ძალიან ბანალური რაღაც ისეთი ის არის, რა ქვია, მაგრამ ძალიან საინტერესო. 4 და 12 მილიარდ შორის ახლა ხო ხვდებით, ახლა რამხელა განსხვავება, აცდენა. ხო, რა არის 4 ლარი და 12 ლარი არის. არა პროფესიონალიზმის პიკია ზოგადად, აი ხარჯ-საგრიცხვითი შეფასება. როცა ბაქო-თბილისი ჯეიხანი გაყავდათ, იცოდნენ რომ ეჯდებოდა პირობითად 7 მილიარდი, აი ბაქო-თბილისის სუბსა, ბაქო-თბილისი ჯეიხანი 12 მილიარდი. პლუს მინუს ვიძახი, ხო? აქ ჩამხელა აცდენაში რო ხარ, ანუ ვერ გაგირკვევია ჯერ რა ჯდება, ანუ რა ბენეფიტებს არ გაგირკვევია, აი ეს ჩემთვის გავგებარია რომ ესეც ვერ გაარკვეს, ეს ხო არ არის ხა სადაც ვერ ინფორმაციის დამუშავება. როცა ვლაპარაკობ ვერს, აქ შემთხვევაში ვერსა და არ შორის ტოლობის ნიშანსო. მივხვდით ის თქმა მინდა, ხო? აი ტოლობის ნიშანსო, როცა გააკ აგერ არაჩვეულებრივი გზა, რომელიც უკვე აპრობირებულია, გამზადებულია, აგერ უკვე ერთი პორტი ხვალარა და ზეგ უკვე აგერ ანაკლის პორტზე ლაპარაკია, რომელიც გამტარიანობაც სხვადასხვა ციფრებია მანდაც 100 მილიონი. გზამაც უნდა გაატაროს ჩვენ და აზერბაიჯანის არამხოლოდ პორტმა. რახან გზა შევეხეთ, ხო, დღევანდელი საქართველოს რკინიგზის გამტარიანობა, რკინიგზის ხაზები რაც არის რა, ლაინ გამტარიანობა არის სადღაც 45-47 მილიონი, რომლის მესამედიც არ არის ჯერ ათვისებული რა. მოდერნიზაციის შემდეგ გეუბნებით, ხო, მოდერნიზდა ეს კაცი კი დაიჭირეს, მაგრამ ამ მნიშვნელობა აქვს. ახალგაზრდა კაცი რო დაიჭირეს ეხლა. ხო და მოკლედ გამტარიანობა აქ რეალურად გვაქვს ჩვენ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში რესურსი გაგვაჩნია ამის რა. ანუ გამტარ გაზრდისაც კი რასაკვირველია, ეხლა გეუბნებით დღევანდელი მოცემულობით 47 მილიონამდე არის გამტარიანობა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის შემდეგ. ხო, ჩვენი არის ვთქვათ ასე ვთქვათ პირდაპირ ერთხაზიანი რკინიგზა გვაქვს ჩვენ და გამტარიანობა, აი 2025-ში მაგალითად ჩემი ინფორმაციით არ მინდა ვწდებოდეს, სადღაც დაახლოებით 13-14 მილიონი იყო თვითგამტარიანობა აი ამ ფორმაზე რა ქვია. რამდენია უთვისებული კი ბატონო. ამიტომ ჯერჯერობით აი ეს ლუფტი ესე ვთქვათ რა, ჯერ გაგვაჩნია თუ ტვირთები ესე ვთქვათ ექსპონენციალური გაიზრდება, ბუნებრივია იქ შეიძლება რა თქმა უნდა კიდე დამატებითი მოდერნიზება ამ რკინიგზის ახლა ვინ უშლის მაგას ხელს თავარი არის რომ როცა არის ტვირთი მოთხოვნა არის მოთხოვნას შესაბამისად მიწოდებას უპირისპირებს შესაბამისი მხარე ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანაც და არა მარტო ხო აზერბაიჯანიც კორელაციაში უნდა იყოს ამასთან არ შეიძლება რომ რკინიგზას მაგრამ საქართველოს ატარებდეს და აზერბაიჯანი ვერ ატარებს ეს კონსოლიდირებულად მოხდება დარწმუნებული იყავით ამაში პრობლემას ვერ ხედავ უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა დაუბრუნდე ამას ესე ვთქვათ, როცა საუბარი არის ალტერნატიული გზების ძიებაზე, აქ არის ერთი ესეთი დეფინიცია ანუ opportunity cost, ანუ ალტერნატიული ღირებულება პროექტის. აი ეს უნდა აბსოლუტურად გადაფარავდეს იმ პროექტის, რაც არის დღეს, ანუ გამტარიანობა ამ ქვემის, რა ქვია, ჩვენი ხაზი საქართველოს. უკეთესი უნდა იყოს, მარტივად რომ უკეთესი უნდა იყოს, ამ პოლიტიკურად გამართლებული უნდა იყოს, ეხლა კი გასაგებია, მოდით დასავლეთის მხრიდან შევხედოთ. დასავლეთი უყურებს ამას შემდეგნაირად, რომ იცო ოკეი, შეიძლება ძვირია, შეიძლება არანტაბელურია, მაგრამ მოდი რა დივერსიფიცირება გავაკეთოთ. აბსოლუტურად არ არის საიმედო ხაზია. საქართველოს ეხა როგორც ეხა თვითონ არკვევენ თუ ვერ არკვევენ, ბოლომდე ვერც გაარკვევეს, მაგრამ აი დავუშვათ, ჩავთვალეთ, რომ კითხვის ნიშნები სადღაც არსებობს, ხო? დემოკრატიაზე არა. რა ვიცი, ეხა პორტები ვიცით საქართველოში, რაც აშენდება, იქაც ეხა ინტერესები დივერსიფიცირებული არის, რომელ კითხვის ნიშანზეა ლაპარაკი საერთოდ ვერ ხვდები, მაგრამ ვინც ეხა სიღრმეებში ერკვევა ეხა ქვეყნის მართლობის სისტემებში ეხა ვინ მისცემს პირობითად ვიზახი სახელებს რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს პრეზიდენტებს თუ პრემიერ-მინისტრებს რაღაცა გზების გადაკეტვების და ამის საშუალებას ეხა ეხო ილუზია რეალურად ეხა ეს საერთაშორისო პროექტებზე ლაპარაკი რა თქმა უნდა ხო და ამიტომ ამას კარგად აანალიზებენ თვითონაც კარგად ხვდებიან თვითონაც ჩვენივრად და მე არ ვიცი ეხა მით უმეტეს ეხა თქვენ რახან კონტექსტუალურად ახსენეთ
ირანთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ეს ირანთან დაზავების ელემენტი თუ გადაიზრდება უკვე ხანგრძლივ დაზავების კი არა და უკვე მშვიდობის პროცესში, პროექტის, ესე ვთქვათ, მნიშვნელობა კი არა და პროექტის რეალურობა გაცილებით უფრო ხარისხი რეალურად შემცირდება დარწმუნებული ვარ ამაში. დიახ. და ჩვენ გვაქვს 5 წუთი, 5-6 წუთი და მინდა გადავინაცვლოთ ზემოთ ჩრდილოეთისკენ, რუსეთისკენ, ესეთი გააფთრებული ერთი მხრივ ესეთი დამტკვარი ლაპარაკი ამერიკის შეერთებული შტატების და არა მხოლოდ მათ შორის დიდი ბრიტანეთის ელჩების, ხო, ვიცი, დიდი ბრიტანეთი, გერმანიის და საფრანგეთის ელჩებს უნდა შეხვდა ლავროვთან, თუმცა მოადგილეს შეხვდა საკმაოდ მაღალი რანგიაო, როგორც ამბობენ, მაინც და ერთი მხრივ თითქოს აი მოლაპარაკებისკენ მიდის პროცესი სულ ყოველ შემთხვევაში მოილაპარაკონ და მეორე მხრივ კი გასაგებია ესეთი აქტიური თავდასხმები უკრაინის მე ისევ ვიმეორებ უკრაინას აქვს ამის უფლება რა თქმა უნდა როდაკ ლაპარაკი იმაზეა რა მიზეს შედეგობრივად რა შედეგს მოუტანს ეს თორე რა თქმა უნდა მოწინააღმდეგეს უნდა დაესხა თავზე უნდა მიაყენოს ზარალი ამაში ორი აზრი არ არსებობს რაღაცნაირად აი პუტინს რა გადაწყვეტილებისკენ უბიძგებენ თუ უნდათ რომ გამოიყვანონ რომ პუტინი არ არის ბოსი და სხვა ასე ვთქვათ მართავს ამ პროცესს და მისი იმიჯის შელახვასკენ მიდის პროცესი და თუ აქეთკენ მიდის პროცესი მაშინ რა შეიძლება მოიმოქმედოს პუტინმა ამის გადასარჩენად მან ხო თქვა რომ თუ არ იარსებებს რუსეთი მაშინ დედამიწამაც არ იარსებობს ხა სხვა თემაა საქმეზე რამდენად გააკეთოს მაგრამ ყოველთვის ეს ნათქვამია და ეს რაღაც პოლიტიკური გზავნილი არის მოდი ტრახან დროის შეზღუდულობა გვაქვს. აი ფრაგმენტულად ვეცდები რომ მოგაწოდოთ ძირითადი გზავნილები რის თქმაც მინდა. პირველი ლავროვი საკმაოდ მაღალი დონეა ლაპარაკებების თქვენ მოგეხსენებათ. ლავროვი არის რუსეთის თავის საბჭოთა კავშირის ჩათვლით რომ შევხედოთ ესე გლობალურად 1917 წლიდან მოდი ესე ვთქვათ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე მყოფი ყველაზე ხანგრძლივად მყოფი ადამიანი, მისი გავლენები არის ძალიან დიდი რუსეთშიც და რუსეთის გარეთაც. მას მაინც მეტნაკლებად მიუხედავად იმისა, რომ ის პუტინთან დაახლოებული ადამიანი, პრეზიდენტთან დაახლოებული ადამიანი, მაინც დასავლეთი მეტნაკლებად აღიქვამს როგორც ადეკვატურად მოაზროვნე, ესე ვთქვათ, დიპლომატს და პროფესიონალს. შესაბამისად. ეს რაც შეეხება თვითონ ლავროვის დიპლომატიურ ასე ვთქვათ წონას ამ მოლაპარაკებებში რა პირველ რიგში რა. ეხლა რაც შეეხება თვითონ ფაქტებზე მეხლაპარაკი მე ვცდილობ რომ აი ციფრებში გადავიტანო დღეს ეხლა რუსეთის ესე საგარეო ვალი დაახლოებით თუ არ მეშლება სადღაც 320 მილიარდ დოლარამდე არის გაზრდილი ანუ დოლარის ეკვივალენტი. აგა, მან ხო გაანულა, ეხა გაიზარდა ისე. გაზრდილია, განულება ხო არ ვიცი რომ შეამცირა, მაგრამ განულები ეგეთი ფაქტი მე არ მახსოვს. ეხლა ამ მომენტისთვის მისი საგარეო ვალი შეადგენს დაახლოებით 300 მილიარდზე მეტია ცალსახად 315-დან 320 მილიარდ დოლარამდე დოლარის ეკვივალენტში რა, როცა ქვეყნის ესე ვთქვათ მთლიანი ეროვნული პროდუქტი ნომინალურზე ლაპარაკი აღწევს 2 ტრილიონ 670 მილიარდ დოლარს. ეს არის ციფრობრივად რო შევხედოთ რა. ანუ მისი საგარეო ვალის მომსახურების ელემენტი რაც კატასტროფულ ზღვარზე არ არის რა, მოდი ესე ვთქვათ, თუ შევადარებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც 30 ტრილიონიანი ეკონომიკაა და თითქმის 40 ტრილიონი უკვე საგარეო ვალი, ამას თუ შევადარებთ, ანუ რუსეთი იდეალურად ხო ეკონომიკური სიტუაცია, მაგრამ მეორე ნაწილია ხა ამ საგარეო ვალის მომსახურების და უშუალოდ ინდექსი როგორია ხო მთლიან GDP-სთან და ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ხა ამ პირობებში, როცა ხა პუტინი რა რუსეთი ზოგადად რუსეთის მხარე ესე დავარქვათ ამას კოლექტიური რუსეთი აანონსებს სამხედრო ბიუჯეტის ეხა ბოლო ციფრი რაც გაჟღერდა 118 ტრილიონ რუბლზეა საუბარი ხო ეს არის რეკორდული მაჩვენებელი რუსეთის არსებობის პირობებში ამხელა მაჩვენებელი აი ეს ნომინალურად რო ვთქვათ რომ 1 დოლარი 100 ესე ვთქვათ რუბლია ანუ უზარმაზარ ციფრებზეა ხო ხტებით საუბარი და აი არასოდეს კიდე ერთხელ ხაზგასმის ვიძახი ამდენი ბიუჯეტი რუსეთის არ ყოფილა ეხლა რიგი ექსპერტების ამბობენ რომ რუსეთის ეკონომიკა გადაწყობას იწყებს აი ამ ესე ვთქვათ სამხედრო ესე ვთქვათ რელსებზე მაგრამ როგორ მოხერხდება და
რთულად წარმომიდგენია მხოლოდ სამხედრო რელსებზე გადაწყობით ეხა ამ ეკონომიკური საკითხების შიდა ეკონომიკური სირთულეების დაალაგება ცოტა რთულად წარმომიდგენია ეკონომიკაში მეტნაკლებად ჩახედული ადამიანის პოზიციიდან გეუბნებით ხო ეხა აქ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ეგრეთ წოდებული ცენტრალბანკის დირექტორი ელვირა ნაბიულინას გაუჩინარება მაისის ბოლოდან ძალიან თითქმის არ ჩანს ეს ადამიანი მნიშვნელოვანი ელემენტი რატო არის რა ელვირა ნაბიულინა რომელსაც აცხადებენ რომ ის არის ამერიკული ინტერესების გამტარებელი რუსეთში და ამ შემდეგ მე რასაც მე ნაწილობრივ შეიძლება ვიღაც ინტერესები მანდ იყოს მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია რომ არ შეიძლება ელვირა ნაბიულინა იყოს მხოლოდ ცალსახად ამერიკული ინტერესების გამტარებელი და მასში არ იყოს პუტინის ნდობის ელემენტები ჩართული რა ეს ცალსახად გამოურიცხოთ ეს ნიშნავს იმას რომ ის აბალანსებს ორივე ინტერესებს ერთად უფრო შორს არ მივდივარ ანალიტიკაში რაღაცებს მაინც ვთვლობ რომ აი ბოლომდე რაღაც სულ ამბობ რომ რაღაცები არის რის თქმა შეიძლება რის თქმაც არ შეიძლება მოდი ესე ვთქვათ რომ ამ პიროვნებაში და ამ პოზიციაში არის დაბალანსებული ამერიკული დასავლური და ჩვენი ესე ვთქვათ აქეთ თავისი ქვეყნის ინტერესები ერთად ეს ადამიანი რაღაც პერიოდი არ ჩანს მისი პოზიცია იყო ძალიან მკვეთრი მე მახსოვს აპრილის მარტის თუ აპრილის ზუსტად არ მახსოვს რომ ის მაქსიმალურად და რეფინანსირების განაკვეთის შენარჩუნებას, როგორც მინიმუმ გაზრდას. რახან ინფლაციური პროცესები არ გაქცეულიყო რუსეთში. და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ цаრიელი ფულის ბეჭდვა ვიცით ჩვენ სადამდე მიიღოს ქვეყანას. ანუ ეკონომიკურად ძალიან ცოტა დრო დაგჭირდა, ამიტომ გითხოთ. ანუ ეკონომიკურად ავიწროებენ რუსეთს ამის თქმა გინდა? ძალიან ეკონომიკური შევიწროება? რასაკვირველია, ცალსახად და თუ მაგალითად მარტივ დასკვნას გავაკეთებ ხა უცებ რა. თუ მაგალითად რუსეთში ამ პროცესებს მიუშვებენ და მოხდება რეფინანსირების განაკვეთის ესე ვთქვათ იძულებითი შემცირება, რასაც რითაც ისინი ეცდებიან ინფლაციური პროცესების გაშვებას რაღაც ეტაპზე და ნორმირებული ეკონომიკის ფორმირებას, პირობითად ვიზახი ხო? ამით შეიძლება რაღაც პერიოდი გასტანოს ქვეყანა, მაგრამ ეს იქნება უდიდესი წნეხი რუსულ ეკონომიკაზე. იმიტომ რომ იქ ბევრი ჩანაში, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, ანუ განვითარება, როგორც ვითარდება რეგრესისკენ ეს და როგორც ესე ვთქვათ, სუქცვანგისკენ მიმართული ეს ეკონომიკური პროცესები აუცილებლად დაანგრევს ქვეყანას ხანგრძლივ პერსპექტივაში. ამიტომ რუსეთისთვის ეხლა დღეს რა პროცესებიც ვითარდება, შეიძლება მაშველი რგოლიც იყოს რა, ვიღაცაებისთვის იქ რა მნიშვნელობა კოლექტიურ მართლობითი სისტემაზე მაქვს რუსეთში ლაპარაკი. რა იყოს ეს თავდასხმები? არა. თუ ეხლა მოხერხდება აი ამ პროცესების გაჩერება, შეჩერება და სამშვიდობო თუნდაც it's okay, რაც ირანში მოხდა 60 ან 90 დღიანი დაზავება სულის მოთქმის პირობებში და მერე უკვე, იმიტომ რომ მნიშვნელობა აქვს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ მხარეები, უკრაინული და რუსული მხარე თუ არ ჩავთვლით, რომ ისინი ერთი ესე ვთქვათ იმართებიან მოახდინონ რეპუტაციული სახის შენარჩუნება რასაკვირველია. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზალ, ძალიან საინტერესო იყო, კიდევ სიამოვნებით გავაგზავნებდი ამ თემაზე საუბარს. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელსა და მსმენელს. მე გემშვიდობები თქვენ 16 საათსა და 10 წუთზე გელით ადროული დიალოგი, ხოლო მე და თქვენ კი ერთმანეთს შევხვდებით კვირას 12 საათზე ნახვამდის. გემშვიდობებით, საქართველოს სიყვარული.